შუშანა ბებოსო ის ნატვრა ქონდაო მეტა როდის დავბრუნდებით და თუ დაბრუნდება ის ძველი დრო რომელსაც ჩვენ ცხოვრობდა შუშანა ბებო აბულაძე იყო გონა და იმ ციხისერია დადოშვილი იყო დადოშვილი თინა იყო შუშანა ბაბო არის ხოდა შუშანა ბაბო ერთ-ერთი ძალიან კარგი ქართველი იყო ხოდა მისი მოდგმას დღეს ქართველები ძალიან მაგარი ქართველი მე მაგალითად გეტყვი როცა დამხვდა თქვა ეს ხალხი ჩემი ხალხი იყო მონათულები მართლმადიდებლები ბავშვებსაც ნათლავდა იყო ერთი თქვა კომუნისტები ხო მე დაუახლოვდი არაჩვეულებრივი ქართველი კაცი იყო ტრისტან პედაშვილი სიმონიჩი ბიოდა სიმონიჩი უძახოდა ტრისტან სიმონიჩი ასე იყო რაიკო იუსდივანი ტრისტანის დედა იყო ნინო დებო ჩემი მრევლი იყო აღსარებელი და მაზიარებელი ხოდა ერთხელ ზამთარში ნინო დებო გახდა ძალიან ცუდა ხოდა უკვე იფიქრეს რომ ხდება და მზადებაც კიდე იწყეს და მე დაუყარები ვარ რომ მამათემდორი მოვიდეს ზიარება მინდაო ხოდა ტრისტანი ეხლა რაკნას უყვარს დედა და რაკნას რაიკო იუსდივანმა მიმიყვანოს თუ არა მოვიდა მსხოლი ხალხი წამიყვანა დავყე მივედი ნინო-ბებო ნახე არავინ არ არის სახში და ნინო-ბებოს დაველაპარაკები ბევრი ვილაპარაკეთ და მე ვაზიარე ხოდა რო ვაზიარე ამ დროს შემოყოთავი რაიკო იუსდივანმა და ქოდი ვთქვი და კაციაუცებ თავი ფიქრა როცა შეუჩერებელია და ვაზიარე ეს ვაზე რო გამოვედი ახლა აკეთა დავხვდა პატარა ეს კურსკალი და დავჯექით ერთად ხოდა მითხრა ამდეხანი ცოცხლობსო შენ შეკებდით და მე ვთხარი შენზე გვიან მოკვდება შენ უფრო ადრე მოკვდები ვიდრე ნინო-ბებო და იმაქსოვე მარტო თქვა მე ვთხარი ხოდა გავხედე რომ მე ეს ნინო-ბებო გამოკეთო და კარგად გახდა და ეკლესიაშიც მოვიდა ერთ დროს მივედი მაგასთან და წამლები ამოიღო ჯიპიდან და დროკონია დალებისა და გადაღლობა იყო ჩემ თვალზე მეც ყინა რა ელექტრის ასემი ჩვენთქმენა აი გულმა შემაწუხავა და ეთიმა გამომიწევა აუ მეთქი რომ გაწუხა შენ დედაჩებს რო გადააყრა რაღაცა და კარგად გახდა ის რა არის მე ვთხარი იცი რომ გეტყვი შენ ფერსა დადიღარ მოდი იქ ეკლესიაში დეზიარე და კარგად გახდები დამშვიდები დაწმარდები მოწვინება შეიძლება მორჩილება სიყვარული უფრო მეტი გეკრება მეტი აი კაცი გეკრება აი კაცი გახდა უფრო აი კაცი ნები ხოდა კარგი ვიხარ მოვარ მაგრამ ხოდა აგიტაცია პროპაგანდა იყო ნინო მეტრეველი ძალიან კარგი ქართველი ხალხი ნინო მეტრეველი იმდენი ველაპარაკები ნათლობაზე დავითარდა და მოუნათლე რაიკომის მეორე მესამე დივანი აგიტაცია პროპაგანდა მეტი რა უნდა მეკნა და ახლა არის ციტი დავუყენე ნათლია რაიონის კომკავშირის დივანი თათო მეტრეველი დავუყენე ნათლია ხოდა კომკავშირის მოვატრიალე და არტიაც და ეს გადასაშენებელი ვითამერონული ხალხი პროფესორები აგერი კიდე მტრები არიან დღესაც წარმოგიდგენია ხოდა მეორე მდივანი იყო ბარგნიშვილი ვალიკომ თქო მე რა გავაკეთო და მოაყვანე შენ შვილის ცოლი მე ვიხარ და მოიყვანე და სახალხო დავწერო დუდეში ჯვარი თუ აი ეკლესიაში შენი ქართველობა იქნება იქ თორე არ დაველაპარაკო შენი ქართველობაზე თქო მე ვთხარ მოიყვანე იმ ბიჭმა მართლა მოაყვანე ცოლიდან დავწერე შემოდგომაზე პირდაპირ ჯვარი ხალხი გათავისუფლებული იყო ხალხს აღარ არეშინებდა ნათლობის და ჯვრის სერი და რა ვიცი ხოდა ხო გამონები ისე მაგრად იძახოდა რეშმაკ ზოგი კრემში გარბოდა და ზოგი აგერ ჩამორბოდა რა ქვია მას აღმაშენებლის პროსპექტზე იყო რელიგიის უნებული ზაბარათი ასეკნა ისეკნა ხანიკი ყავი გამარებული ხანიკი ყავი კიდე შემოწო მაგრამ მე აქ ვინ მომეხმარა იცი თქვენ არავითარი ეკონომიური დახმარება ერთი თამაზი იყო მგელაძე რეგბისტი იყო ეს და მე მგონია ერთი 4 წლის საბჭოთა ჩემპიონია და მაგი რაღაც აკეთებდა ჯვრებს და ხატებს და რაღაცებს ერთხელ თამაზი მაჩუკა ძალიან ბევრი ჯვრები ქართული ჯვრები
აი ეს დავარიგე ძალიან ბევრი წმინდა ნინოს, წმინდა ნიკოლოზის რა ვიცი ასეთი პოლიგრაფიული ხატები იყო ძალიან ბევრი დავარიგე ასეთი ქართველები იყვნენ კიდე რომელიც მეხმარებოდნენ და ყველაზე დიდი დახმარება გამიწია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და უფალმა იესო ქრისტემ თუ რაიმე გაკეთდა მათ გააკეთეს თორემ მე აფერი იქნება